ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადება ბოდიშთან დაკავშირებით იყო ყველაზე ხმაურიანი საოკუპაციო თემატიკის შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც ჩვენ ჯერ სხვა პოლიტიკურ პარტიების დონეზე ვერ ხედავდით, ვერც ქართული ოცნების თანმიმდევრულ პოლიტიკაში ვერ ხედავთ ოკუპაციის თემას, როგორც ესეთი ოკუპაციასთან მიდგომის პოლიტიკა და ამ საკითხების გადაჭრა, ესეთი ცალსახა მზა სამოქმედო გეგმა ჩვენ მათგან არ გვინახავს წლების განმავლობაში, თუმცა ვნახეთ ბოდიშის კამპანია და ინიციატივა. პირველ რიგში ამ კამპანიის შეფასება მინდა გთხოვოთ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ძალიან კაცრი კრიტიკა გამოიწვია. რატომ გააკეთა ეს ქართულმა ოცნებამ? ხო, ეხლა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ეხლა პოლიტიკურ დივიდენდს რო აქედან ვერ მიიღებდნენ, ცხადი იყო და არ მგონია ეხლა იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ ამას ვერ ხვდებოდნენ, ხო? რა თქმა უნდა, ეს კამპანია არის წარმოუდგენელი, კატასტროფული პირდაპირ გეტყვით, არა იმიტომ რომ რაღაც ბოდიშზე იყო საუბარი, ხო, ეხლა ბოდიში რაღაც სინანული, ორმხრივი, ინტერპრეტაციების ამბავია, ეხლა შეიძლება რაღაც ეტაპზე დადგეს კიდევაც, რომ ჩვენ ერთმა რომ დავივიწყოთ წარსული, მოვიშუშოთ ჭრილობები და რაღაც, ხო? აქ თავარი ეს არ იყო, თავარი იყო მის ამ გამოსვლაში ის რომ მან ფაქტობრივად არანაციონალურ მოძრაობას როგორც ის აძლევს ინტერპრეტაციას, არამედ საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას დასდო ბრალი, რომ ცეცხლის ალში გაახვია ცხინვალი და ფაქტობრივად ოსების გენოციდს ეწეოდა ქართული არმია, ხო? ქართული არმია წარმოუდგენელი ბრალდებაა პირდაპირ გეტყვით. მან ილაპარაკა ზუსტად ის, რასაც წლების განმავლობაში საუბრობს კრემლი და საუბრობენ იგივე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება. ბიძინამ შექმნა საფუძველი, რომ ხვალე კიდე კონტრიბუცია მოითხოვნა. სარალის ანაზღაურება ოსურმა მხარემ და ეგერ უკვე აღიარება მოითხოვეს. აღიარებაც მოითხოვეს და რუსოს ხეობა დაგვიბრუნეო, ისიც მოითხოვეს. ფაქტობრივად ჩვენ 2008 წელს კი არ დავმარცხდით ომში, ხო? ეს დამარცხება გაფორმდა 14 სექტემბერს 2024 წლის, როდესაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ხელისუფლებას, ანუ თავის თავს, ხო? იმიტომ რომ ეს მემკვიდრეობითობაა, თავის თავს ჩვენ ქვეყანას მთლიანად დასდო ბრალი იმაში, რომ ჩვენ გვინდოდა ოსების ამოხოცვა თურმე და რუსეთი კიდე გამოიყვანა მშვიდობის ყოფილად, რომელმაც გადაარჩინა ოსი ხალხი. გასაგებია, რომ ანტიდასავლური, პრორუსული აი ეს ალგორითმი პროპაგანდისტული მუშაობს უკვე დიდი ხანია, მაგრამ ამდენად შორს თუ წავიდოდნენ, უბრალოდ ვერ ვიფიქრებდი. ხა რაც შეეხება მოტივებს, არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს რაღაც პარტიული მოტივები, ხო? შეიძლება პირადი მოტივები აქვს ბიძინას თუ რატო ლაპარაკობს ამას. შეიძლება ერთ-ერთ ცუდ სცენარად ითვლის იმას, რომ თუ წააგო არჩევნები, ხო უნდა წავიდეს, ხო? ანუ რა და პლატფორმას იმზადებს რუსეთში. ხა თქვენ როგორ მიგაჩნიათ რუსეთი როგორ ბიძინას მიიღებს? ესეთ ბიძინას გულში ჩაიხუტებს და სხვანაირი ბიძინა შეიძლება სხვა სტატუსით აღმოჩენილიყო. ამიტომ შეიძლება ესე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად აი როგორც იანუკოვიჩი იმზადებდა რაღაც პოლიტიკური დევნილის იმიჯს სიმართლისთვის ბრჭყალებში რაღაც ანალოგიური, ხო? შეიძლება სხვა მიზეზებიც არის. ბიძინას დამახასიათებელია საერთოდ ფსონების გაზრდა მუდმივად, ხო? ანუ ის უკან კი არის ცდილობს რომ გადატეხოს სიტუაცია და ეს არის ერთგვარი ტესტი. ქართული საზოგადოების, აი ყველაფერი შეჭამა ამ საზოგადოებამ, ხო? და აბა ამასაც თუ შეჭამენ. და რუსეთიც ამას აკვირდება. ეხლა თუ ესეც შევჭამეთ, ხო? მაშინ ესე იგი უკმავართ რა უკვე რუსეთის იმპერიისთვის და შეუძლიათ ფორსირებულად დაიწყონ ჩვენი რეინტეგრაციის პროცესი. აქტივობებით ვხედავთ, რომ ოპოზიცია ჯერ ვერ აქტიურობს, შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ქონდეს, თუნდაც ფინანსური, იმიტომ რომ ძვირი ჯდება. მაგრამ გარდა აქტიურობისა, მესიჯების ანალიზის დონეზე, თუ კი ხედავთ რაიმე გამოკვეთილ გზავნილებს ოპოზიციური პარტიებისგან ამ წუთისთვის. არის იცით ფუნდამენტური თემა რა არის, ხო? ეხლა აი იგივე ორივე მხარე, ხელისუფლებას და ოპოზიციას თანხმდება, რომ ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი ერთგვარი. განსხვავება მათ შორის არის ის, რომ სარეფერენდუმო კითხვად პრეზიდენტის ხელდასმით, ხო, ოპოზიციურ მხარეს, ანუ საზოგადოების დიდ ნაწილს მათ შორის გამოტანილი აქვს დასავლეთი თუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება და ხელისუფლებას აი ამ სარეფერენდუმო კითხვის გადასაფარად შემოაქვს აი სპეკულაციური ომის და მშვიდობის თემა, ხო? და ეხლა მთავარი აი ამ თემასთან დაკავშირებით
სწორი message box-ია ოპოზიციაში ჩამოყალიბებული, რომ რაღაცნაირად ადამიანებს უნდა აუხსნა, რომ ეს არის სპეკულაციური, ხო, რეალურად ეხა ომის მოსულნი ამ ქვეყანაში არავინ არ არის, ყველა მშვიდობა უნდა ბუნებრივია, ხო? და ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანები, როდესაც საარჩევნო უბნებთან მივლენ თავარი რა განწყობითაც უნდა მიდიოდნენ, არა ის, რომელ პარტიას ვირჩევ, არამედ ვირჩევ რუსეთს თუ ევროპულ გზას, ხო? ეს არის მთავარი, ანუ ერთი ბიულეტენით წელს ქართველი ამორჩეული ორ არჩევანს აკეთებს. ერთს აი ფუნდამენტურს, გრძელვადიანს, აი ამ ესე რომ ვთქვათ, განვითარების ვექტორთან დაკავშირებით და შიგნით უკვე აი ამ არჩევანში აქვს უკვე ჩაშლილი არჩევანი, მეორე არჩევანი, თუ ევროპას ვირჩევ, მაშინ რომელ პოლიტიკურ ცენტრს დაუჭერ ხარ. და აი აქ უჭირთ message box-ი, პირდაპირ გეტყვით, ხელისუფლება message box-ის ჩამოყალიბება, ხელისუფლება თავისი აი ინტენსიური პროპაგანდისტული შტურმით, ხო? გარკვეულწილად საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კიდევ ამყოფებს ეგრეთ წოდებულ ზომბირების მდგომარეობაში, აი ეს ოქლოკრატიულ საზოგადოებას ქმნის ხელისუფლება დიდი ხანია, ხო, როდესაც შენ გონება უნდა გათიშო და მხოლოდ შიშებით და შფოთებით და ესე რომ ვთქვათ, აი ამ ემოციებით იღებდნენ ადამიანები გადაწყვეტილებებს და ეს ამის უზრუნველყოფა როგორ ხდება, რომ 100 ჯერ უნდა უთხრა სისულელე და 100 ჯერ ნათქვამი სისულელე სიმართლე ხდება ბოლოს, ხო, ცნობილი და ამას ახედა აი ამის კონტრპროპაგანდას ეფექტურს ჯერჯერობით ოპოზიცია ვერ ახერხებს. კი, ადამიანი ახლა მეგაპოლისებში, ქალაქებში და მეტნაკლებად მსხვილ, ესე რომ ვთქვათ, გეოგრაფიულ ერთეულებში, ხო? ადამიანები მეტად არიან ინფორმირებულები, ერთმანეთს ესაუბრებიან და რაღაცა მეტნაკლებად კიდე დასკვნებს აკეთებენ და ხედავენ რომ რაღაც ძალიან სპეკულაციურია, ხო? მაგრამ განსაკუთრებით სოფლებში ეს ჭირს. რა როლი ექნება რეგიონებს ამ არჩევნებში? არის იცით, აი ეს არის კიდე ოპოზიციას აქვს ძალიან ესეთი გაგება, რომ მთავარია ქალაქები მოვიგოთ და აი ზოგი ამასაც კი მეუბნა, რაც არის კატასტროფული შეცდომა. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, რა თქმა უნდა, რეგიონებს, ხო? მით უმეტეს, რომ ხელისუფლების არსენალში მარტო ეს არ არის, ხო? იქ არის ისეთი აი ეხა რაზე არის აგებული, ხო? ეს არის მატრიცა, თავის დროს FSB-ში შემუშავებული, ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური, ხო? ვითომ ტრადიციების დაცვის თემები და რომ გაყრმილების ბუდია დასავლეთი და ეს რუსული სამყარო ეს არის ერთმორწმუნე სამყარო. ამას კი არ ამბობენ, რა ეს იგულისხმება თავისთავად, ხო? აი ეს ყველაფერი ძალიან ინტენსიურად მოდის, ხო? და იმ დონეზე მოდის, რომ აი კასპში მე მგონი აუგრძალიათ ეხა გეიქორწინება აუგრძალიათ თითქოს სხვაგან დაშვებული. ანუ საერთოდ აბსურდამდეა ეს ყველაფერი მისული, ანუ იმდენად თესავენ აი ამ იდიოტიზმს რა, რომ ადამიანებს უკვე პანიკა ეწყებათ. ანუ არის ეხა მე დარწმუნებული არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც გონია რომ ესე რომ ვთქვათ, აი ეს სექსუალური უმცირესობის თემა ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ვიღაცა ამპულებით გაავრცელებს ამას, ხო? და დღეს რომ ბიჭს და გოგოს ვეღარ გაარჩევენ მე თვითონაც, ბიჭი რომელია და გოგო რომ აი ამ დონეზეა და ოპოზიციას რა თქმა უნდა იმდენად ის კი არ უნდა რომ ეხლა მაინც და მაინც ვაშლები და მსხლებით სისულელე უხსნას. ჭირდება რომ აი ამ ზომბირების მდგომარეობიდან გამოიყვანოს ეს ადამიანი, უნდა უთხრას რომ ეს იდიოტიზმია უბრალოდ. სისულელეა ადამიანების შეურაცხყოფაა საერთოდ ამაზე და ამას ჭირდება რკინის ქალამნები და ბევრი მოძრაობა, ხო? ბევრი მოძრაობა და ბოლო შეკითხვა დელეგატებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეხლა თქვენ რაც თქვით და გეთანხმებით რომ რეგიონების ამომრჩევლების ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ ეს სწორედ ამ გადასახედიდან ქართულმა ოცნებამ მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემა აღარა გვაქვს წელს, გადაწყვიტა დელეგატების კონცეფციის შემოტანა და დელეგატების არჩევის შესაძლებლობა თითქოს მისცა რეგიონებს. თუმცა მეორეს მხრივ ნახეთ, რომ პირველ ოცეულში ერთი დელეგატიც ვერ მოხვდა. არა, ესენი არიან ფაქტობრივად მათ დანიშნეს მოლარეები, ხო, რომლებსაც საკუთარი რესურსების გაღებაც მოუწევდა, რაღაცას კიდე შეიძლება თუ არ ეყოთ თავის ჯიბიდან რაღაცას დაუმატებენ და ნუ ახლა ჩვეულებრივი ამბავია ხო ახლა ეს რო იქნებოდა ახლა ამას ფორმალურად გააკეთებდნენ თუ არაფორმალურად დიდი მნიშვნელობა
ამას არ ქონდა. რატომ? იმიტომ რომ ბიძინა მიჩვეულია რომ უნდა იყიდო არჩევნები. არჩევნები კი უნდა მოიგო, არჩევნები უნდა იყიდო, ხო? ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად უნდა გამოიყენო და ამ შემდეგ. რა არის იცით, ჩვენც მიჩვეულები ვართ ამას, სიმართლე გითხრათ. მე საერთოდ აი ამ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, როგორც ესე რომ ვთქვათ, აი ესეთ გარდაუვალ ბოროტებას ისე უყურებ, ხო? და მაგრამ ამის შესაძლებლობები საბოლოო ჯამში, ამ ტიპის შესაძლებლობები თუ ოპოზიცია აქტიური იქნება და რეალურ კამპანიაზე გადავა, შესაძლებლობები ესეთი მოქმედებების არის ნუ აი 5%-ის ფარგლებში, არა უმეტეს ამისა, ხო? ხო და ოპოზიციამ თუ იაქტიურა ეს არაფერს მომცემი არ იქნება. თუ ჩვენ მივიღეთ არანაკლებ 60%-იანი აქტივობა არჩევნებზე, ხო, ხელისუფლება გარდაუვალად წააგებს. ხელისუფლების მოკავშირე დღეს მთავარი რა არის, იცით? ოპოზიცია მთავარი, ოპოზიციის უმოქმედობა უბრალოდ მთავარი მოკავშირე ხელისუფლების და დაბალი აქტივობა, სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, რაც საზოგადოებაში არსებობს. დაბალი აქტივობა ბუნებრივია ხელისუფლებაზე მუშაობს, იმიტომ რომ მისი მობილიზებული სამობილიზაციო რესურსი არის კონსტანტა და რაც უფრო დაბალი აქტივობა, ეს კონსტანტა პროცენტულად უფრო გაიზრდება, ხო? ოპოზიციისგან განსხვავებით. ასე რომ ხელისუფლებას ეს ორი მოკავშირე ყავს, თორე რეალური აქტივობის პირობებში, აი თუ ახალგაზრდობა ისე კონსოლიდირებულად წავა არჩევნებზე, ხო, რაც ჩვენ უყურებდით დაუშვათ აქციების დროს და ეს შემდეგ ხელისუფლებას ვერაფერს ვერ იზამს. ერთ-ერთი შანსი დარჩება ბიძინას, რომ პირდაპირ დაუძახოს რუსებს. მეტი შანსი აღარ დარჩება. მადლობა. კარგი. და გადაცემის დასასრულს პოლიტიკის მიღბა სირთულეების გადალახვაზე გადავინაცვლოთ, გიჩვენებთ რეპორტაჟს ოფროუდერების შესახებ. უგზოობისა და სირთულეების გადალახვის მოყვარულთათვის ოფროუდ ექსპედიცია ჩატარდა. ერთ-ერთ ლოკაციაზე მათ ჩვენი ჟურნალისტი შორენა ლაბაძე შეხვდათ და ესაუბრათ. ნახოთ რეპორტაჟი.